აუ, ჩემთან მოსულიყავი რა, ბისო. აი ქედა. დილამშვიდობი. ბისო. ჩამოდი და კალთაში ჩემთან მოდი გამართბობ. მოდი. დილამშვიდობის და როგორ ახართ, აბა ეხლა მითხარ. თუ ნინოს გუშინ იბანავა და გვიანი იყო უკვე რა და ერთი გაუშრე რომ დაწოლილი იყო და აი მაგ შემთხვევაში ხომ არის კატასტროფა მაგისი იმხელად მის რა ქვია დავარცხრა ცოტა უკან გავიწევი მაგრამ მიჭყუტუნებს ცუდია რა კაი ამინდივით არის რაღა დაგივალოთ და არ მოხვიდი აქ ნაგავია ეს მაგრამ ნიავი მაინც აქ ტრადიციულად არ ვიცი ეს ქარები არ მოგშორდა არ აგშორდება აი როგორ მეტყობა რომ დავარცხილი მქონდა გარებს სანამ ავიტან ამ სავარცხელს მე მეძინება ოღონდ რატო მეძინება იცით წუხელ გამეღვიძე 3 საათზე ღამე და სადღაც 5 საათამდე აღარ დამეძინა მიუხედავად ის რომ კარგად დაღლილიც ვიყავი და ანუ შუადღით რო ან დამეძინა რაღაცა ეგეთი რამე არა ყოფილა გუშინ იცი რას ვაკეთებდი გუშინ რომ დავხატ 4 ნახატი დავხატე ეს იყო მოდი ჩემთან მოხარ მოდი აქ ერთად და მოდი ჯემოპატეთ კინტელა მოდი ციტილა მოდი მაშინ წადი ეს იყო რეკორდი ამ პერიოდის ახო და ესა ჩირასაშვებოდი დავხატავდი ერთი ნახატის მერე ერთი ნახევარსაათი წამოვწვებოდი ამ დილითვე ხო დილითვე რა სადღაც 2 საათამდე მოვითავე ყველა საქმე და თან იცი რატომ ვიჩქარე თან ერთი საროჭკაც მომიტანე მეორეც უნდა კიდე მოეტანა თან გუშინ 6 საროჭკა უნდა მოეტანა რა და 4 რომ მქონდა ერთი მომიტანეს კიდე მე-5 და მე-6-ე იონის კლასელინა ყოფილიყო და ეტყობა ან აღარ ამოვიდრე რაღაცა ქვემოთ ცხოვრობენ და ხო და ისა ერთი ღარადგან დამრჩა აღარ დავხატე დღეისთვის დავიტოვე ლაშა რომ მოვა მე ვიზავ ხო და ანუ არ დამიძინია რა მაგას ვამბობ რომ აი რადგან მეძინა თქო იმის მერე აღარ დამეძინა მეთქი რომ ვიფიქრ მაგრამ არა აი არ თითქოს მეძინებოდა თან ვერ ვიძინებდი ვწრიალებდი ვაიმე და მე ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ეხა ადექი მანანა ჩადი დაბლა ისე ქენი თქო რა ქვია სარეცხი ერთი პირის შესაყრელი მაქვს შავები თან ისეთი მე რომ მიყვარს ხო იცით აი თოკიდან ვერ ჩამოხსნი და შეალაგებ მიდი ჩართე გაიარე გამოიარე მიარე მოიარე წედაწე ზოგადად მშველის ხოლმე აი როცა იშვიათად ეგეთი რაღაცა რომ მივიდეს მაგრამ ავდგები ხოლმე ეზოში გავივლი გამოვილი კატა იქნება იცაღრი იქნება რაღაცა ერთ-ორ სიტუაციას ვეტყვი შევტრიალდები და დავიძინებ ხოლმე და ეგრევე მეძინება აი ადგომაც მაგრამ ეს სიკვდილებოდა ვიწრიალე მე ხარ რაღაცას უყურე ხან რაღაცას და რავი ჩამეძინა რა მოდი შემოფუმფულა რა მოგეფერო ხო და ეხა მეძინება ის 2 საათი რომ დამაკლდა მეძინება მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიცით გვაქვს რაღაც საქმე შავი ფერი მითავდება ხო და ეხლა ვფიქრობ დღეს წავიდე და მოვიტანო მაგრამ ეგეც მე აი რა იმე ყველაფერი რატომ მეზარება შავი ფერი იქით იყოს რაღაცა ნაირია სამნის ფერი არის მაგ ძალიან ცოტა მაგ წესთ მეყოფა მაგრამ
აი ეს დიდი უნდა ვიყიდო რა იმაში არის ხოლმე ეგია შავიც იმაშია, შავი ყველაფერშია, მაგრამ ისია სამნისფერი არის 24 ფერიანში. ხო და ისა დავდგე და ვიყიდო რა სხვა გზა არ არის. ამდენი ღირს. იმაში მეგონი 6 თუ 7 ლარი მივეცი, 6 ფერიაში 1 ლარი ღირს, 12 ის რაღაც 18 ლარამდე ღირს მეგონი 24 ფერიანი. ჩემთან რომელი მოხვალთ რომ მოგეფეროთ? სად არის პანდა? სად არის ჩემი პანდა? იმას ხვეწნაც არ უნდოდა. ჩხილები დამებწუქნა და რატო? ეხლა თუ ჩხილები დამებწუქნა, ესე იგი კბილებიც დამებწუქნება ის ორი ცალიღარობა აქვს. ხო და ისეთი არაფერი არის გამიკეთები, ანუ ფეირს ხმარობ. ისიც ვიხმარე გუშინ კი გავხეხე რაღაცები და შეიძლება, მაგრამ გუშინამდე მქონდა. 1-2, ანუ აი ფენა მეფუძქნა. იცი რას ვიზაავ მანი კურსწავის მე. აი უფერულს რო ცოტა იცავს ხოლ. გუშინ 2 ნახატის ვიდეო გადავიღე. სხვათა შორის ვაჟა 40 წუთში მოვჭი. შავ-თეთრი რო იყო, აი მე ხოიგით ნახატებზე ვგიშდები და წესით ბოლო ნახატი იყო, უკვე ღამე იყო და მაგრად ვიყავი დაღლილი, მაგრამ იმდენად მინდოდა და მეხატა, რომ მეთქი არა, მანან ეს თქმა მორჩე, რომ აი მე თვითონ მინდოდა ძალიან და 40-45 წუთი მოვუნდი. და იმ წინა ნახატს, რომელიც სასწორით და იმით არის. ისიც შავ-თეთრი ის ეგეთები ცხოვი მიყვარს და ოდნავ აქ ფერი მერე. მაგას მოვუნდი საათი და რაღაცა წუთები. ეგ უფრო მეტად ის იყო რა, ხაზებით სამუშაო და მაგან დრო წაიღო. ხო და ის 2 აღარ ის მიქნია. მარტო Facebook-ზე დავდე რა და ვისაც გაინტერესებთ კი შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ. წესით დღეს კარგი ამინდი უნდა იყოს, მაგრამ ხალათი მაინც მაცვია. ერთი ისა კაი რომ ყოველ მესამე დღეს რო გავრეცხავ ხოლმე ამ ხალათს შრება რა, ანუ ამინდი ეგ სამაგისოა, ქარი. ეს რაღაცა ქარის ქვეყანაში ვართ, მე მგონი თუ დაგვებედა. ქარის ის დაგვებედა. მართლა ისა უკუნი ქარია უკუ. ახლა ნიავია რაღაცა, ოღონდ ცივი. ბევრჯერ მეკითხებიან ხოლმე საროჭკების ფასს. Facebook-ზეც და იმაშიც რა ქვია. კომენტარებში YouTube-ზე. ხო და ის არის რა. სად არის? აი ეკა შენი კომენტარი ეხა მომივიდა ესე რომ ჩამოშლი ტელეფონს რომ ნოდო ბერიძიშვილი დაწერა კომენტარი, მაგრამ რო შევდივარ იქ არ ახალ. ეხა პირდაპირ ამით უნდა შევიდე, აბა. აი 15 წუთი იქ არ მიჩვენებდა. ხო და რაც შეეხება იმას საროჭკების ფასს. 40-დან მაქსიმუმ 60-65-ზე ზემოთ არ დამიხატე. 65-იანიც განა ან ის ნახატია, ძირითადად ზურგზე იხატება. მაგრამ 65-იანი არის ხოლმე, აი უკან რო იხატება, საკმაოდ რთული ნახატი როა, პლუს წინა კალთაზე რო იხატება დიდი ნახატი და პლუს ჯიბეზე რო იხატება. ანუ რაც უფრო მეტად არის დატვირთული, მაგას ემატება ხოლმე. არის შემთხვევა, რომ მაგალითად უკან ისეთი ნახატია, რომ დიდი დრო არ უნდა, დიდი რაღაცა ისეთი ის არ უნდა, ნუ რესურსი უნდა რა თქმა უნდა, მაგრამ და უკვე წინაც უნდა წინა კალთაზე პატარა ნახატი. მაგ შემთხვევაში არ უმატებ ხოლმე, უკანა ნახატზე არის ძირითადად დამოკიდებული ფასები. ხო და ისა. ანუ ყველა ნახატი სხვადასხვა ფასიანია რა. გუშინ იყო 60-იანიც, 40-იანიც და 50-იანიც.
მესია მონა? რატო? ავა მინდოდა. ერთი ჯიშიანი ქათმებიდან ერთი ცალი მომიკვდა კიდე. ანუ დარჩა 4. მე მგონი. 7 იყო, 2 მოკვდა. 4 დარჩა. 5 დარჩა, 1-იც მოკვდა და 4 დარჩა. სადღაცა საის ვიდეო მაქვს 1625 წელი. თუ როგორ იყო 1900. 15 წელი იყო 4, მოკვდა 3, დარჩა 4. თუ რაღაცა სვამს. მიყვარს ეგ კაცი. ვიდეო და დღეს საქმე რა გვაქვს? საჭმელი ვფიქრობ მე კარტოფილს შევწავ, აი მოსვლის დროს. სანამ მოვიდე სკოლიდან. ხო და მანამდე ისეთი არაფერი არ მაქვს. ბარბარემ გააკეთა წუხელ გვიანისა. ოსპი. ხო და მე რა გავაკეთე არაფერი, რაღაცები იყო და მეთქი ეს ცოტა ჭამდა პლუს კვერცხია მეთქი შეიწოვე. მე გააკეთა ოსპი. ასე რომ არაფერს არ ვაკეთებ ისეც დღეს. ამიტომ რამეს ჩავთავ და დავავუთოვებ. კი ბატონო. ვანო მირჩია რაღაცა სერიალი, რომელსაც ქვია გარედან. მე მგონი მასე მითხრა. აი დღეს უნდა დავხატო მოანა. აი ესეთი მოანა უნდა დავხატო დღეს არ რამდენად ჩანს არ ვიცი, მუქად არის ტელეფონი. თან ზერუა. მოანა. დატოვე სამყარო უკან. ანუ TikTok-ს რო ვათვალებ ხოლმე და იქ რამე კაი ფილმი ამოვარდება. ხო, ამას გარედან ქვია. From. ზომბებზეაო და კაიაო. მე ხომ მიყვარს ეგეთი. ხო, და რაღაცებს ავსკრინავ ხოლმე, რომ მე საუთოებლისთვის მქონდეს დრო. ვისა განწყობა შევიქმნა. ხო და მოკლედ ბაზრობაზე წასვლა. მეზარება. აი ხარო ავდგე ჩასანამ წესით ახლა უკვე გზაში უნდა ვიყო 10-5 წუთია. ახლა მე სანამ ქათმებს გამოვუშვებ და სანამ ჩავიცვით საერთოდ რაღაცა კი შეიძლება მოიფიქროს კაცი. ანუ ეს ხო უნდა საღებავი ყველა ვარიანტში ვიყიდო რა. თან აი მოანა რომ უნდა დავხატო, წინ სტიჩი უნდა დავხატო ისეთი ფერი, რომელი ფერიც მინდა და არ ვიცი ის მეყოფა. მაგიტო ვფიქრობ. ხო და მინდოდა რომ ავსულიყავი ნაჭრეებში. და პაკრიველები არა, პილიონკებისთვის მეყიდა ნაჭერი. ადრე მქონდა პილიონკები ძალიან მაგრათაც ავხმარებდი, მაგრამ მე რავი ხაზოგი რაში ვიხმარებ რო აღარ ჭირდებოდა და ვიყიდი ბამბის კარგი მეებს და შევკერავ. 80-ზე იკერება პილიონკები. 80 სანტიმეტრი 80. დავიდეთ. აი ხავ ჩემ თავს და იცი როგორ მევიბინო, აი არ ვიცი. მაგრამ აი საღებავი მინდა. და კიდე რაღაცა უნდა მეყიდა. ნუ მოკლედ ხარო ავალ ნახავ იმ საღებავს თუ პატარათი უნდა დავხატო თუ მეყოფა არ წავალ. მაგრამ ხვალები შეიძლება მაინც მომიწიოს. შავი მინდა. შოპმარინაშიც მინდა გავლა რაღაცა ვიმალოთ და ოღონდ მანამდე იცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ის აროჭკები რომ აქ ვერ ვახერხებ. უნდა გადმოვყარო აი ეს მთელი გარდირობი. ჯერ კი ვერ გაიგებ წესით ესენი აღარ უნდა გვეცვას. წესით. წეღან ინოტო წავიდა ეცვა მოკლე კლავიენ და ზემოდან ეცვა ჯინსის კურტკა და ეს ჯინსი ჰქონდა ბოლომდე შეკურული, იმიტომ რომ
იცის რომ ეს რო დავინახო ხოლმე ეს ტიტული კანათ არის ვეტყვია ტრიალდი ჩაიცვი რა და უნდა უკვე ბავშვი რომ მოკლე ჩაითვას და დავანებე თავი კაი ქუწადი ხო და გამოვიღო რა ტანსაცმელები ვისი ყველასი ანუ ბავშვების ყველაფერი აი სქელი რაც არის ჩავალაგო მეთქი რა და მთელი ზაფხულის განმავლობაში რაღაცა ხო უნდა მეცვას და არ ვიცი რა ჩამეტევა ზაფხულის ტანსაცმელებიდან 1-3 ხელი რომ მქონდეს საკმარისი ხა მე 7 და 8 ხელი არ ამჭირდება რომ ყოველ დღე სხვადასხვა მეცვას სანამ ის გავაჭუჭყებ იმას გავრეცხო თან ზაფხულში რა უნდა გაშრობას და აი ეგენი არ ვიცი მაქვს თუ არა და პლუს ბოლოზარისთვის მინდა რამე ვავიღო ხო და აი ბანკეტისთვის ბევრი ისინი ვნახე, ბევრმა თქვენგანმა გამომიგზავნეთ კიდე ვიდეოები, მაღაზიები, სიმეების, ამეების მოკლედ. მივწერე კიდეც, მაგრამ აი ისეთი სტილი, ანუ ისეთი რომ მე ივნისში დამჭირდეს. ვერ ვიშოვე. ან ეხლა თუ კარგად მექნება, მე აღარ მექნება ყველა ვარიანტში კარგად. ამიტომ ბარბარესთან ერთად გავაკეთებ მონახალს, მოდელს. წავიყოლებ ბარბარეს, რადგან უყვარს ეგეთი რაღაცები და ფიქრობს მაგაზე ჩაბარებას. დედის კვალზე მოდის. ხო, იმას ვიზავ, რა ქვია. ავარჩევთ ნაჭერს. არ იქნება იაფი ეხლა 6 ლარიანი ნაჭერს ვერ იყიდი ბანკეტისთვის, ეხლა ატლასი და რაღაცა არ მინდა. უფრო ღია ფერს ვფიქრობ, სადღაც ხა თეთრი მინდა მეთქი, პატარძალი ხوار არა. აი რაღაცა სპილოს ძვლის ფერს, რაღაცას არ ვიცი ვფიქრობ. ხო და ნაჭერი ვიცი რომ კაი ფასი იქნება, მაგრამ დაახლოებით კაი რა რამდენი უნდა დამჭირდეს. 170 ლარისა. და იცი როდის ჩაუჯდები ბანკეტის კაბას მერე? აი ბოლოზარი მორჩი. ბოლოზარი კი არა, არ დავრეგისტრირებული ვართ იმაზე რა ქვია გამოცდებს. წუხელს იცმაში გამახსენდა, კიდე გამეღვიძე გიჟივით და 6-მდე ამ ისე მოვა ეს 6 რავი რასა ფიქრობს არ ვიცი. უნდა დაუფუცხულო. თან ეხა არც ვიცი ზუსტად რა როგორანაირად უნდა იმან უფრო იცის და ხო შეიძლება რამე გაგვიჭირდეს და არ დავჭეთ დაღიმებულები ხო იონეზეც მეკითხები ისევ მეკითხებით ხოლმე ისევ იმას ფიქრობთ რომ კი გპ-ის ვფიქრობთ ისევ თავიდან მაგას ვფიქრობდით რადგან მაგას აქვს ეგ ფაკულტეტი დაარსებიდან საკმაოდ კარგად ასწავლიან. აქვს 2 ენოვანი, ეს არის ინგლისური ენოვანი და ქართულენოვანი ეგ ფაკულტეტი. წერთ ჯერ ინგლისურს და მერე ქართულს. აი მერერეები უნდა დავწეროთ, ეგენი აღარიც არ უფიქრია სხვა რაღაცაზე. ოღონდ ყველა ვარიანტში წერთ სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ისედაც სახელმწიფოა გპ. ანუ სანამ ის კანონი გამოიცემოდა და მარტო გრანტებზე იყო დამოკიდებული გადასახადი რაღაცა მაშინაც გპ-ის ფიქრობდით და ეხლა თუ მანდ მოხდება და რაღაცა თლად კარგი, იმიტომ რომ გადასახადი აღარ იქნება. წარმოიდგინე, გადასახადი არ იქნება და მაინც რამდენი გეხარჯება, ხო, გზის ფულში. ხო და აი ის აქვს საფიქრალი, რაებს წერს კიდე, ანასად წერს კიდე. რომელიღაცასაა კიდე ესაო არქიტექტურა კიდე. მაგრამ უნდა რომ ინგლისურ ენოვანზე მოხდეს გპ-ში. ნუ ან ქართულზე, ან ინგლისურზე. პირველს ინგლისურს წერს. უფრო ძალიან ცოტა ის არის მიღება ბავშვების. მეტი კონკურენცია ინგლისურზე. ნახოთ რა ხდება, რა მოხდება. ვითომ რა ვიცი, არ ენერგიულობს. ეს ტრანსფერზე არ ენერგიულობს. ჭაობა. სხვათა შორის აი ესეთი რო არის იმ ხრივ რომ გახსოვთ ჩვენ გამოცდებზე აი 90-იანების ბავშვებს როგორ გვეშინოდა აი მე მაგალითად უბრალოდ გამოცდა რომ გამახსენდებოდა მთლიან ტანში გამჟორჟოლავდა ხოლმე რა მთლიან ტანში
ეხლა ვიცოდი რომ ისე ჩავაბარებ რომ არ დავრჩებოდი, მაგრამ სიტყვა გამოჩნდა განგრევს. მე-9 კლასშიც მახსოვს და მე-11-ეშიც მახსოვს. და ეს პირველიდან არა, მე მგონი პირველიდან არა, მეორედან იმაში დავუკვდო ხოლმე. ოლიმპიადები რო იყო, რა ერქვა ის? ეხაც არის მე მგონი. ქართულშიც გადიოდა მათემატიკაშიც და ინგლისურშიც ხოლმე. რაიმე საბავშვო ოლიმპიადები რო ხალხ რა ერქვა? იმდენი დიპლომი გვაქვს. ისა კინგსი. ლომი მეთქვა ლომის ლოგო გამახსენდა. კინგსის ოლიმპიადებზე დადიოდა ხოლმე. თავიდან ცოტა ისე იყო რა და მე ისე ძალიან და ვფიქრობ რომ მაგან გამოუმუშავა ეს ტესტირების გამოცდის რაღაცა და შიში დაუკარგა. მაგას ვფიქრობ. აი ხლა მან დავინახე რომ მოვიდა მესიჯი, ვაიმე რაღაც დამეწვა იქ. აი ეს მომენტებში ხარ რომელი ორგანო იმას იზავს ხოლმე რაღაცა აი. აი ხა მან მოვიდა მესიჯი. თქვენთანაც მასია ხმამა ქაწეული. მან დავინახე რომ მაგაზე ხმამა გამორთული. მაგრამ ხმით არ მოსულა მესიჯი. აი აქ არ არის მოსული. ეხა უკვე. შეიძლება ეხა მოვიდეს ხელში. აჰა, აგე. ოღონდ აგე. და მე ხან არის ხოლმე რატო ისო რა სად იყავიო რომ გირეკავდიო ისაო. თუ არ შეეხე არ მოდის. რაშ დატკბა. აბა რა უნდა? შენთან თხოვნით მოვედიო. კარტოფელი მწერს. დაამთავროს მოწერა და მე რომ ნახავ ერთად. არ მიყვარს ხოლმე რომ ველოდები. მოკლედ. წავედი ახლა მოვდგები. საწოლები მაგას ალაგებელი და რაღაცა. დამტვერსასრუტი. ბედნიერი დღე ყველას ხალხო. ჩემსავი თუ გეზარმაცებათ. რა ვიცი, რითი განუგეშოთ. რითი განუგეშოთ, ჰა? მაგრად იყავით, კარგად იყავით, ხნეთ იყავით, არ დაიძინოთ. არ ჩაგეძინოთ. ადე, წავედით. პაკა-პაკა. პაკა-პაკაზე შორედას ეკეტრება ხოლმე. შორედა